ემიდა თქვენ პირადად როგორც თქვენ ისე საზოგადოებას ვაცნობ შექმნილი სიტუაცია და ის საგანგაშო მდგომარეობა რომელიც დღეს ესე იგი მიმდინარეობს ჩვენ ქვეყნის ტერიტორიაზე და კონკრეტულად სამაჩაბლოს მიმართულებით თქვენ კარგად მოგესწრებათ რამოდენიმე დღის უკან ესე იგი სამაჩაბლოს მიმართულებით საოკუპაციო ზოლზე აღმოჩნდა ბანერი განმოწეული სადაც ესე იგი ამას მოყვა ძალიან დიდი სერიოზული განცხადებები და მათ შორის ასევე ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული მინისტრები და მოყვა რაღაც ჩემთვის დამაფიქრებელი განცხადებები. მე მინდა თქვენ საზოგადოებას და საერთოდ ხელისუფლებას მიმართო. ეს არ არის ისეთი ფაქტი, რასაც შეგვიძლია გვერდი აუვაროთ და რაღაც გარკვეული სახით რბილი პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ. დღეს რადგან რომ იმასთან დაკავშირებით რომ აუცილებელი არის ქვეყნის ხელისუფლებამ კონკრეტულად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადადგას ნაბიჯი და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ბატონ პუტინს და ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს თუ რა ვითარებით და რა მდგომარეობით წარიმართება შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება რუსეთს საქართველოს შორის და აქედან გამომდინარე შეწდეს და ის მოქმედებები, რა მოქმედებებიც ესე იგი დღეს მიმდინარეობს ჩვენ წინააღმდეგ. მე მინდა ასევე გამოვეხმაურო ქალბატონ თინა ხიდაშელის განცხადებას თითქოს ბანერი რომელიც ესე იგი დაედგა ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და არ არის საგანგაშო. მე როგორც სამხედრო სპეციალისტი გამართავ. თქვენ ალბათ გესმენიათ რომ ბანერიდან ესე იგი დაშორება არის 400 მეტრო ცენტრალური მაგისტრალური გზის სადაც ესე იგი დამაკავშირებელი არის დასავლეთ საქართველოს და სხვა დანარჩენი რეგიონების. ეს სწორედ ის საფრთხე არის რა საფრთხეთაც ესე იგი მე როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ და ვაცხადებ ხმამაღლა. თქვენ კარგად მოგესწრებათ ქუთაისში არის საქართველოს პარლამენტი სადაც მუდმივად გადაადგილდებიან პარლამენტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები. საერთოდ თუ რაიმე სახის მოქმედება და რაიმე სახის პროვოკაცია კვლავ მოინდომეს მოწინააღმდეგე მხარებთან კვლავ ესე იგი მათ ესე იგი გეგმაში აესა რაღაც ტიპის მოქმედებები ჩვენ ვართ სერიოზული საფრთხის წინაშე რადგან სნაიპერის მოქმედება მაქსიმალური ესე იგი სიშორი არის 600-დან 800 მეტრამდე. სულ თავისუფლად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ ვიღაცამ სწორედ ეს სიტუაცია გამოიყენოს იმისათვის, რომ კვლავ ესე იგი დაიძაბოს რუსეთს საქართველოს შორის ურთიერთობა, კვლავ ესე იგი განახლდეს საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდგომ ამით ისარგებლოს იმ ძალებმა, რომელიც ძალების აქტიურად დღესაც მონდომებული არიან იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეიქმნოს დესტაბილიზაცია და ამ დესტაბილიზაციის ფონზე ნაციონალურ მოძრაობამ აიღოს ძალაუფლება ხელში. თქვენ თუ გადაინებთ ხვალგურს პირველი ესე იგი ნაბიჯები და პირველი მოქმედებები და პირველი ესე იგი გასაგებია რომ იქ ჟურნალისტები ჩავიდნენ და ჟურნალისტების ესე იგი ჩასვლის ფონზე გაკეთა რაღაც ტიპის განცხადებები მაგრამ საკმაოდ სერიოზული ესე იგი ჯგუფი ეს იყო ვან ბაიბურთის ხელმძღვანელობით ეს იყო სხვა დანარჩენი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერების ესე იგი ხელმძღვანელობით რომელმაც პირდაპირ პროვოკაცია გააკეთეს ეს იყო პროვოკაცია ეს იყო პიზნად მიმართულად გაკეთებული იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლებელი იყო რუსი ჯარისკაცი რომელსაც ბრძანება ჰქონდა მიღებული რომ ის ტერიტორია რომელიც ტერიტორიაზეც მართლაც ის ბანერი დაედგა და ის მისი მოვალეობა იყო ფუნქციონირება დაეცვა ეს ტერიტორია შესაძლებელი იყო მას ემოქმედა და შესაბამისად გამოეყენებინა ამათ წინააღმდეგ იარაღი ხო და ეს გამოიწვევდა უკვე სერიოზულ დაპირისპირებას და სწორედ აქედან გამომდინარე შესაძლებელი იყო რომ გადაზრდილიყო ეს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ჩვენ სამხედრო ექსპერტები ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ და კიდევ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ შემთხვევაში დაისვას საკითხი და კატეგორიულად მოთხოვოთ საქართველოს პირველ პირს რომ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი
გასაგებია კარასინი აბაშიძის ფორმატი ეს კი ბატონო აუცილებელიც არის რომ ეკონომიკური საკითხები რომელიც ესე იგი ნელა-ნელა მიდის და ეს რაღაც ჩარჩოში ჩაჯდა უკვე სიღრმისეულად დავიწყოთ პოლიტიკური მოლაპარაკებები რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკებები იმისათვის რომ ისევ ჩვენთვის და ჩვენი ესე იგი ქვეყნის კვეთილდღეობისათვის ჩვენ თვლით რომ რა თქმა უნდა ეს რუსეთის მხრიდან და საერთოდ იგივე იმ სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან არის ძალიან უხეში და არასწორი ნაბიჯი. პირველ რიგში მინდა მიმართო სეპარატისტულ რეჟიმს, რომ ხვალთან ზეგ, ან მაზეგ, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან მალე საქართველოს შეძლებს მოლაპარაკებას რუსეთთან და ყველა ის ადამიანი პასუხს აგებს, ვინც მსგავს საქციელს შედის. ხა მე მინდა ასევე გავუსვა ხაზი, რა საინტერესო არ უნდა იყოს შეშფოთება გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ ბანერებს მიღმა და უბრალოდ ბანერების დადგმის შემდეგ ამ სეპარატისტული რეჟიმის კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა პიპის ნავთობსადენი. მანამდე რა სამწუხაროდ არ უნდა იყოს, არავინ რაღაც ისე დიდ შეშფოთებას არ გამოთქვამდა, მაშინ როდესაც იგივე საფლავები ექცეოდა, იგივე ზოგიერთი ბაღები ექცეოდა და მე მგონია რომ ზუსტად ამან გამოიწვია ის რომ დღესდღეობით ჩვენ მივიღეთ გადმოწეული კიდევ ერთხელ ესე უკანონოდ საზღვარი. თუ საზღვარი შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ეს საზღვარი არ არის ჩვენი საზღვარი და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაში შედის სამაჩაბლო. მათ შორის ცხინვალი, ჯავას და ყველა ის რეგიონი, რომელიც დღეს არის ოკუპირებული. თუმცა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და ჩვენ არ დავდგეთ კატასტროფის წინაშე და შეიძლება ჩვენ დავდგეთ კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ხვალანზე რომ გადმოვიდეს კიდევ რუსეთის ჯარი იქნება ეს თუ ეს სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირება და დაიკავოს საქართველოს თავარი მაგისტრალი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება გახლეჩილი შუაზე. მერე მინდა ზუსტად იმ ჟურნალისტებს მიმართო, რომლებიც გუშინ თუ გუშინ წინ იქ პოზირებდნენ იმ რაღაც ბანერებთან, ისინი იქ არ იქნებიან. ისინი გამოიქცევიან. პირველი დადგებიან ამერიკის საელჩოსთან, გააკეთებენ შეშფოთებებს და იქ მოუწევს ადგილობრივ მოსახლეობას ან ომი, ან კიდე დაცლა იმ ტერიტორიის. და კიდევ ერთხელ მოხდება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რა უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს? აუცილებელია რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან და პირდაპირ დიალოგს უნდა აწარმოებდეს არა ნინო ბურჯანაძე მაგალითად, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა, არა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პოლიტიკოსისა, ან ნებისმიერი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ საზოგადოებრივი მოძრაობები თუ ხელოვნების თუ კულტურის მუშაკების პირდაპირ დიალოგი რუსეთთან, მაგრამ რომ გადავწყვიტოთ ეს ყველაზე საჭირბოროტო საკითხი, ამისთვის საჭიროა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა. ზოგი იტყვის, რომ იცით, აი რა საჭიროა ეს შეხვედრა, როგორ შეიძლება ეს შეხვედრა, რატომ ჯერ ხო აქ ოკუპირებულია? იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ მოხდეს ოკუპირება საქართველოს სხვა ტერიტორიების და ნაწილის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით კარგად, რომ ხვალ რომ გადმოვიდეს რუსეთის ჯარი, არავინ მას წინააღმდეგობას არ გაუწევს. არ აქვს ჩვენი ჯარი, რომელიც შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. დასავლეთი, როგორც შემოიფარგლა 2008 წელს, შემოიფარგლება რაღაც ღრმა შეშფოთებებით, გამოგვიგზავნის პამპერს, წყალს და მოდი მეტიც ვთქვათ, იარაღიც რო გამოგვიგზავნოს, ჩვენ წინააღმდეგობას მაინც ვერ გაუწევთ და ამის ნათელი მაგალითია უკრაინა 10-ჯერ უფრო მეტი მოსახლეობით და კიდევ უფრო მეტი საქართველოზე სამხედრო ინდუსტრიით და რამოდენიმე სამხედრო ქარხანა აქვს უკრაინას და ბატონმა ტრისტანმა კარგად იცის და მათ შორის თვითმფრინავებსაც უშვებს უკრაინა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს დონეცკის და ლუგანსკის ობლასტში აპალჩენიას და მაშინ როდესაც პუტინმა მათ უთხრა რომ ძალიან მტკივნეულია რა თქმა უნდა როდესაც ტრაქტორისტებთან და მეშახტეებთან აგებს ომს სამხედრო ფორმირებები აი ეს ასია რეალურად და თუ უკრაინა ამხელა ქვეყანა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს რა წინააღმდეგობას გაუწევთ ჩვენ ასევე მინდა კიდევ ერთი ორი მაგალითი დავამატო
ისეთი ქვეყნები, როგორც არის იაპონია, ესეთი ქვეყანა, როგორც არის ფინეთი, რომლის ტერიტორიები ანექსირებულია რუსეთის მხრიდან, მათ შორის კარელია, ფინეთის მაგალითზე და მათ შორის კურილიის კუნძულები იაპონიის მაგალითზე. არც ერთი არ გაუწყვეტი არც დიპლომატიური ურთიერთობა და ცდილობს რომ ნორმალიზება მოახდინოს რუსეთთან. ვინაიდან მათ იციან რომ რუსეთთან რაიმე სახის კონფრონტაცია, რომელიც შეიძლება შემდგომში გადაიზარდოს სამხედრო კონფრონტაციაში, დასრულდება აბსოლუტური კრახით. და ეს ჩვენ ვხედავთ რომ ყველგან სრულდება აბსოლუტური კრახით, სადაც რუსეთს უპირისპირდებიან შეიარაღებული ძალები, მათ შორის ნატოს ძალებზეც მაქვს საუბარი. და ამიტომ ჩვენ ვთვლით რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ჯერ კიდე 3 წლის უკან, უпроსტად 2 წლის უკან, სანამ გაფორმდებოდა ხელშეკრულება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შორის, აი რაღაც თანამშრომლობის, ორჯერ საქართველოს პრეზიდენტი, ორჯერ საქართველოს პრემიერი დაპატიჟა რუსეთის პრეზიდენტმა. რა მივიღეთ? არაფერი. სამწუხაროდ, ამას მოყვა შემდგომ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებები, ამას მოყვა შემდგომ უკვე ის, რაც სადამდეც მივედით რეალურად დღეს. და ჩვენ ვართ ძალიან, ესე იგი, როგორც იტყვიან, ბეწვის ხიდზე ვდგევართ ახლა, რომ შეიძლება განმეორდეს ისე 2008 წლის მოვლენები. თუ გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს რეალურად ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული, როგორც სამაჩაბლოში, აფხაზეთში და ასევე სხვა რეგიონები იყოს დაცული აგრესიისგან და მოხდეს მშვიდობიანი გზებით, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დეოკუპაცია აუცილებელია ამისათვის და ჩვენ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პირველ პირთა შორის მოხდეს შეხვედრები და დაიწყოს მოლაპარაკება ამ ურთულეს პროცესზე და ამ ურთულეს ორ რეგიონზე, რასაც სამაჩაბლო და აფხაზეთი ქვია.